ამერიკის შეერთებულ შტატებში შატდაუნი გრძელდება. სენატმა უკვე მეორედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, რადგან საჭირო 60-მდან მხოლოდ 59 მიიღო. 45 სენატორი კი წინააღმდეგი იყო. შატდაუნი უკვე 15 დღეა გრძელდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კი არ გამორიცხავს, რომ ეს შატდაუნი ყველაზე ხანგრძლივი იყოს ამერიკის ისტორიაში. როიტერსის ცნობით, შატდაუნის დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4000-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე შატდაუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველია 2018 წლის შემდეგ. მაშინ პროცესი 35 დღეს გაგრძელდა, რაც ქვეყანას 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობის სამზადისშია. ფორუმმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო და მის ჩატარება სპეციალურად შექმნილი საორგანიზაციო შტაბი უხელმძღვანელებს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობა გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩამოსულ სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. კერძოდ საუბარია ისეთ მსხვილ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ახალი აეროპორტის პროექტი. მისივე შეფასებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე კერძო საჯარო დისკუსიები გამართვა, რათა პროექტებში კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სამიტი, რომელიც ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინტეკ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები. ფინანსური სამიტი სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მასპინძლად ქსელმა წელს პირველად შეარჩია საქართველო. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, სამიტი ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად. საქართველოს საფინანსო სექტორმა გასული წელი ზრდით დაასრულა. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საფინანსო მომსახურების კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მილიარდ ნახევრით მეტია. შემოსავლის უდიდესი ნაწილი თითქმის 80% საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. საკომისიოების წილი 10%-ია, დანარჩენი 14% კი სხვა სახის შემოსავლებზე მოდის. კომპანიების სალაროში წლის ბოლოს 3 მილიარდი ლარის ნაღდი ფული იყო ფიქსირებული. არეწარმოებული აქტივების ღირებულება კი 2 მილიარდ ნახევარს აღწევდა. რაჭაში რთველი დასკვნით ეტაპზეა. მოსავალი 1200-მა მევენახემ უკვე დააბინავა და რთველის პროცესში 50-მდე ღვინის საწარმოა ჩართული. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით გადამუშავებულია 2200 ტონაზე მეტი ყურძენი. რაჭის რეგიონში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების დაბინავების მიზნით მთავრობის გადაწყვეტილებით სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სუბსიდიის ოდენობა კი ორივე ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენზე 4 ლარია.